მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. მშვიდობა თქვენ და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე, სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი, მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი სანდრო უსტიაშვილი. დიდი მადლობა სანდრო გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ ყოვლისა მინდა კიდევ ერთხელ მიულოცოთ საზოგადოებას ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი დიდი წარმატება, რითიც უკვე მერამდენედ გააერთიანა სიამაყითა და სიხარულით ჩვენი ერი. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო წერდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი დაუჯერებელი გოლი გაიტანაო. აღარაფერს ვამბობ ლუის ენრიკეს შეფასებებზე, რომელსაც მწვრთნელების მესი უწოდეს. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლითაც ისახელა. ცხადია? კანტო დიანა, ერთ რამ და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან განსხვავდება ბევრი ფეხბურთელისგან. მხოლოდ გოლის გატანა ყველაზე მეტად ჩანს, მაგრამ იცით რა არის, ხვიჩა კვარაცხელია ისეთი მოცულობის სამუშაოს ასრულებს ამ გუნდში, რომ აი ვერც ბევრ ფეხბურთელზე ვერ იტყვი, რომ ის ნახევარ დაცვასაც ეხმარება, დაცვასაც თავისთავად ბომბარდიის საქმეს ასრულებს და მართლაც უერთდები თქვენს მილოცვას და ხვიჩასაც მის ოჯახს ულოცავ ყველა გულშემატკივარს საქართველოს და ლუის ენრიკეს დიდი მადლობა რომ ხვიჩაში დაინახა ეს დიდი პოტენციალი და მაქსიმალურად დაუდგა. ხედავს მის პოტენციალს, კი ბატონო. ცხადია ქართული მედია აქტიურად გამოეხმაურა ხვიჩას წარმატებას. აი მაინტერესებს სანდრო, რას იტყვით ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაზე და სპორტულ ჟურნალისტებზე? თქვენი შეფასება? სპორტულ ჟურნალისტიკაზე და სპორტულ ჟურნალისტებზე დადებითის მეც ნამდვილად არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ისინი მიუკერძოებლები არიან, არ არიან პოლიტიკური მოტივაციით გამსჭვალულები და ბოლო 30 წელიწადია მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში გამოდიოდა გაზეთი ლელო, რომელიც ასახავდა სპორტის თემებს. დიახ, დღესაც აგრძელებს გამოსვლას. არაერთი ქართული მედია გამოცემა არსებობს, რომელიც სპორტის ახალ ამბებს ასახავს და სხვადასხვა პროგრამას თუ სხვადასხვა გაზეთს ყავს თავისი სპორტული ჟურნალისტი, მაგრამ მე მგონი არ არის გამოცემა. ესენი მიუკერძოებელი ადამიანები არიან. კი ბატონო. და ასახავენ არა მარტო ქართულ, არამედ უცხოურ სპორტში მიმდინარე ამბებს, ასახავენ ობიექტურად, მაგრამ ერთი რამ, რაც მე მაგალითად არ მაკმაყოფილებს და რაც მინდა გავამახვილო ყურადღება, არის ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის სიამაყე, მაგრამ ხვიჩა თავის დაუნებურად აკეთებს კიდე ერთ დიდ საქმეს, რომელზეც ვისურვებდი, რომ სპორტულ ჟურნალისტებს გაემახვილებინათ ყურადღება. და ნახეთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ. კი ბატონო. შემსოფელში პატარძეულში დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ შეიქმნა ბავშვთა საფეხბურთო გუნდი პატარძეული. კი ბატონო. ყავს 2 თუ 3 ასაკობრივი ჯგუფი და ერთ-ერთი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ წელიწად ნახევარი თამაშობენ, ჩემპიონობა მოიპოვეს. ანუ ისინი ამოდიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ აი რა კარგია ბურთის დევნა მოედანზე, არამედ რომ მათ კუმირი ყავთ უკვე. კარგი მაგალითი საუკეთესო ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აძლევს. ნუ არ დაკარგონ დრო ტყუილად და დაისახონ მიზანი. აი ხვიჩა არის ამისი მოტივაციას უქმნის, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ამ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ახალი ისტორია დაწერა ქართულ სპორტში და ძალიან ბევრ ბავშვს მე კონკრეტულ მაგალითი მოვიყვანა, მაგრამ ძალიან ბევრ ბავშვს აძლევს საოცარ მაგალითს. კი ბატონო. და აი სპორტულმა ჟურნალისტებმა რომ ასეთ ნიუანსებზეც გაამახვილოთ თუ დიდი სპორტსმენების წარმატება რა გავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე, უფრო კარგი იქნება. ახლა გამახსენდა ნონა გაფრინდაშვილის მაგალითი, რომელმაც საჭადრაკო ბუმი გამოიწვია და კიდეც წამოვიდა თაობები, რომლებიც იცი როგორი წარმატებით დღემდე აგრძელებენ. ეს იყო ნონას უზარმაზარი ტრიუმფების შედეგი და რა თქმა უნდა კარგი მაგალითი ყოველთვის ასეთ მოტივაციას აჩენს. მადლობა სანდრო და ახლა უკვე მინდა ზოგადად როგორ ფიქრობ სანდრო, რას გულისხმობს პროფესიონალიზმი? ჟურნალისტიკაში რა უმთავრეს უნარსა თუ თვისებებს ეფუძნება იგი და როგორ უნდა გამოიმუშაოს ნიჭიერმა ამ საქმისთვის დაბადებულმა ადამიანმა. ჩვენ იმედი მაქვს თან ხდებით იმაზე, რომ
ჟურნალისტი ისევე იბადება, როგორც პოეტი, მუსიკოსი, მხატვარი, მხოლოდ შესწავლა ხელოსანს გვაძლევს და არა შემოქმედებით, ამ შემოქმედებითი პროფესიის ესეთ ღირებულ დიდ ოსტატს, როგორც ჟურნალისტიკა. პროფესიონალიზმი ჟურნალისტური. დიდი მადლობა ქალბატონო დიანა, ეს არის ნამდვილად კარდინალური შეკითხვა, რომელზეც ეფუძნება დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკის მდგომარეობა, ხვალინდელი მიზანი, საერთოდ უნდა იაროს ჩვენმა ჟურნალისტიკამ. იცით, რამდენიმე წლის წინ მე მითხრეს, რომ ერთ ჩვენ საქმრობას სურდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. კი ბატონო. მე ვკითხე, რომ რატომ სურდა ამ ურთულეს ფაკულტეტზე ჩაბარება. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა ითვლება დღესაც ერთადერთ შემოქმედებით ფაკულტეტად. და ძალიან რთულია ჟურნალისტის პროფესია. მითხრეს, რომ კარგად წერსო. მე ვთქვი, მე არ მესმის რას ნიშნავს კარგად წერს. ჟურნალისტურად წერა ცოტა სხვა მოვლენაა. შეიძლება ადამიანი იყოს არაჩვეულებრივი მწერალი, მაგრამ ის ჟურნალისტი ვერ გამოვიდეს. რა თქმა უნდა. შეიძლება გადასარევი მკვლევარი იყოს, ვერ გამოვიდეს. არაჩვეულებრივი სცენარისტი იყოს, მაგრამ ის ჟურნალისტი ვერ გამოვიდეს. ჟურნალისტურად წერა არის აბსოლუტურად სხვა მოვლენა. დამეთანხმებით თქვენ ამის გამოჩენილი სპეციალისტი ბრძანდებით. მე შევხვდი მას, შემოხვედრეს, რომ რაღაც ურჩიაო შეეკითხებოდა. მე ვთხარი, რომ დაუსვეს საკმაოდ განათლებული ბავშვი ჩანდა და მე ვკითხე მას, რომ რა არის საჭირო, რომ ადამიანი გახდეს ჟურნალისტი, პროფესიონალი ჟურნალისტი. ჟურნალისტი კი არ გახდეს. პროფესიონალი ჟურნალისტი გახდეს. მან ჩამოთვალა რაღაცები, რაც წარმოედგინა და გადავწყვიტა, რომ როგორც ხედავდა, როგორც აღიქონდა და გადავწყვიტა, რომ მისთვის პირადად მისთვის დამეწერა ასეთი რაღაც პატარა ტექსტი, რა სჭირდება ადამიანს, რომ გახდეს პროფესიონალი და ღირსეული ჟურნალისტი. შემდეგ, როდესაც დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმი არაფერს არ ნიშნავს, თუ ადამიანს ღირსება არ გააჩნია, მის პროფესიონალიზმის ფასი ეკარგება. რა თქმა უნდა. და იმისთვის, რომ მე როდესაც ჩავედი საკითხის სიღრმეში, აღმოვაჩინე ისიც, რომ ძალიან ბევრი ფაქტორია და გადავწყვიტე, რომ თავარი გამომეყო. ორიოდე ერთი წუთი დამჭირდება, რომ ესე ჩამოთვალო. პირველი საფეხურის ფაქტორებს შორის პირველ ადგილზე ვაყენებ ნიჭიერებას, იმიტომ რომ ნიჭი და ჩვენ სტუდენტები რო ვიყავთ, ხშირად გვახსენდებოდა გალაქტიონის ნათქვამი, ნიჭი ძამი. აქედან იწყება ყველა. რა თქმა უნდა. ნებისმიერ პროფესიაში და მით შემოქმედებით პროფესიაში ხა არის ესეთი ხელობა ზოგი, რომ ისწავლის ადამიანი, თუმცა ნიჭი ყველგან საჭიროა. რა თქმა არ მეგულება ისეთი პროფესია, სადაც შესაბამისი ნიჭიერება ადამიანს არ წაადგება და პირველი საფეხურის ფაქტორებს შორის ქალბატონო გამოვყავი ნიჭთან ერთად გამოცდილება, იმიტომ რომ პროფესიონალს ჭირდება გამოცდილება და შესაბამისი პროფესიული და კომუნიკაციული უნარები. კომუნიკაციური უნარები გამოვყავი, იმიტომ რომ დეილ კარნეგი ამბობდა, რომ ადამიანმა რომ წარმატებას მიაღწიოს 85% მოდის იმაზე, თუ სხვა ადამიანებთან როგორ კომუნიკაციას ამყარებს და 15% მოდის სხვა ფაქტორებზე. ამიტომ პირველ საფეხურში ესენი გამოვყავი. შემდეგ მეორე საფეხური გახდა საჭირო და ორი ფაქტორი გამოვყავი აქ. ერთი არის ძალიან კარგი ზოგადი განათლება. ძალიან კარგი, იმიტომ რომ როდესაც ჟურნალისტი იწყებს საუბარს, მაყურებელი კითხველი მაშინ ხდება, მას აქვს ცხოვრებაში რამე წაკითხული თუ არა цариელი ამ კუთხით. და შემდეგ იმ სფეროზე მიწევი ცოდნა, რომელზეც ის აპირებს წერას, რომელი სფეროც მას აინტერესებს. რა თქმა უნდა. შემდეგ მესამე საფეხურში შევიყვანე უკვე სპეცფაქტორები ჟურნალისტიკის, როგორც დაების ისტორიის და მისი თეორიის ღრმა ცოდნა. მე ძალიან ბევრჯერ მქონია კამათი იმის შესახებ, რომ ჟურნალისტს ჭირდება თუ არა თანამედროვე თეორიების თუ უკვე თქვა ადრეულ პერიოდში დაწერილი თეორიების ცოდნა. მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ ხოლმე ჟურნალისტად, მაგრამ როდესაც მის ნაწერს ვკითხულობ, ხვდები, რომ ჟურნალისტიკამდე მაინც არ არის მისული, იმიტომ რომ მან ის თეორიები არ შეისწავლა, რაც აქცევს ადამიანს პროფესიონალ ჟურნალისტად. და კიდევ ერთი რაღაც, რომელსაც ართულიან ხოლმე ამ ფაქტორს ართულიან ხოლმე ჟურნალისტები აუცილებელ ფაქტორად.
ეს არის მეოთხე საფეხურში გამოყვავი მშობლიური ენის კარგი ცოდნა და შემსახურებას უთხარი რომ ეხლა მოდაშია ინგლისური, ფრანგული, გერმანული ენების შესწავლა, მაგრამ მშობლიური ენის შესწავლა აღარ არის. ზედმეტი არ იქნება, ისიც რა თქმა უნდა ძალიან კარგია, როცა ფუნდამენტი არის შენი სამუშაო. მე вас ურჩიე რომ თუ შეგახდები ცნობილი ჟურნალისტი, პირველ ერთ-ერთი ენასთან ერთად რაც უნდა ისწავლო მოსმენის უნარი. დააცადო რესპონდენტს მოსმენილ საუბარი. მეხუთე ფაქტორად გამოვყავი ასეთი რამ რომ გულშემატკივრების უნარი. გულშემატკივრების უნარი. იმიტომ რომ ადამიანები სფეროებზე წერენ და გზნობ ხოლმე მე რომ არ არიან ისინი იმ სფეროს გულშემატკივრები. როდესაც თქვენ და ჩვენ ძვირფასი მასწავლებლები გვასწავლებდნენ და თქვა ვაჟა-ფშაველას, ილიას, აგეწეთლის, კირილ როსტიფაიძის, სერგი მესხის პუბლიცისტიკას მე ვგრძნობდი რომ ისინი უბრალოდ კი არ წერდნენ რომ მათ სახელი ყველას გაიგო, წერდნენ იმიტომ რომ გული შესტკიოდათ. თუ ჟურნალისტს არ შესტკივა გული რომელიმე დარგზე, ქვეყანაზე, კონკრეტულ მოსახლეობაზე, იმის ნაწეს ფასი არ აქვს. რაზეც წერს იმას. აუცილებლად იმაზე უნდა სტკიოდეს გული, უნდა წუხდეს, სხვანაირად არ გამოვა. მეექვსე საფეხურად გამოვყავი საკუთარი და სხვისი პროფესიული ღირსების დაფასება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ადამიანები, აი ბევრი ჟურნალისტი მინახავს, რომელიც გამოდის და ძალიან კარგად იცის სიმართლე, მაგრამ გატყუებს, იმიტომ რომ მას ესეთი დავალება და მაღალი ჰონორარისთვის იკისრა, რომ მოატყუოს რესპონდენტები, ის ჩემთვის უკვე ყველანაირი ფას კარგავს. და ბოლო საფეხურად გამოვყავი ასეთი რამ რომ ჟურნალისტი პროფესიონალი ვერ გახდება თუ მას კარგად არ აქვს შესწავლილი და გაცნობიერებული ეროვნული ინტერესები რა არის და არ ითვალისწინებს მუშაობაში. ეხლა ნახეთ, აი პატარა მაგალითს მოვიყვან 17 მაისს, როდესაც აღინიშნება მთელი საქართველოს აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რამდენიმე ჟურნალისტმა გამოიჭირა ბერა ივანიშვილი გამოიჭირა ბერა ივანიშვილი მე ამ ახალგაზრდას ნამდვილად არც პირადად ვიცნობ და წარმოგვიდგენა ბერა კი არა ბოდი ცოტნე ივანიშვილი ბერასთან მე ნამდვილად მე არ მაინტერესებს ხო ვინ მისი შვილია და ვინ მისი რა არის მე მაინტერესებს თვითონ პიროვნება როგორი ადამიანია ეხლა ამ ბიჭზე ნამდვილად არანაირი წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ ამ ინტერვიუს რო უყურე მივხვდი რომ ძალიან კარგი პიროვნება არის კარგად გაზრდილი ოჯახის შვილი და მოზომილი და უწვევლე სერიოზულად ესე იგი უტევენ ჟურნალისტები და ეუბნებიან ასეთ რამეს რომ იც 2013-ში ხალხის დარბევა რომ მოხდაო აი მაგაზე რა შეფასებებს გააკეთებო ეხლა ის არ არის პროფესიონალი კი საერთოდ ჟურნალისტი არ არის და რატო? ამას როდესაც უსვამ ადამიანს, რომელიც ჯერ სტუდენტია და ეს არის პროკურატურის და სასამართლოს ქვემდებარე საკითხები, რატო უნდა გიპასუხოს? ხო, და მე არ ვიცი, მე ჩემს სასაუბრო თემა არ არისო. კიდევ ჟურნალისტი რომ მოკლესო, ჯერ გასარკვევია ვინ მოკლა და როგორ მოკლა და ხო ოპერატორი გახდეს მაცხოვრის იმის სული ძალიან დამენანა და გული მათკინა როგორც ველოდები. ცოტნე ეუბნება რომ მე ვემიჯნები თუ გაინტერესებს თუ ძალადობაო მე ვემიჯნებიო რა თქმა უნდა და ეხლა კიდევ ეს რატო გავიყენე ნუ აი ამ ჟურნალისტებმა ამას ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტებმა ამას გულისხმობ თავი ჩაიყენეს უხერხულ მდგომარეობაში მე მიმაჩნია რომ უმაღლესი საფეხური არის ის, როდესაც ჟურნალისტმა ძალიან კარგად იცის ეროვნული ინტერესები და თავის მუშაობის პერიოდში ითვალისწინებს. აი ასე მინდოდა მეთქვა. და ზნეობრივი ფასეულობები, მორალური ფასეულობები, ეთიკური და ესთეტიკური ფასეულობები. ძალიან კარგი ეს ყველაფერი ღმერთმა ქნას რომ აბიტურიენტმა კი არა ჩემო სანდრო უკვე დასრულმა და ასპარეზზე გამოსულმა ჟურნალისტებმა ყველა ეს პუნქტი გაითვალისწინო, გაითავისონ. შესანიშნავი კრიტერიუმები გაქვს შემუშავებული და რა ვიცი, უმაღლესი სასწავლებლები მთელ სამყაროში, ცივილიზებულ ქვეყნებში და არაცივილიზებულშიც კი თუ კი არსებობს იქ ჟურნალისტიკის მიმართულება და ეს სპეციალობა ისწავლება, უნდა ამ პრინციპების ერთგულები იყვნენ. სხვაგვარად ვერ შედგება ის, რასაც პროფესიონალი ჟურნალისტი მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენელი ქვია, ჩვენ კარგად ვიცით არა და ჩვენ ქვემოთაც გვექნება იმაზე ლაპარაკი, რა ძალაა ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ამით მინდა რომ დავას ბოლო აკორდად შემოვინახე, რა ძალაა იგი
ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს დგამს პირველ ნაბიჯებს დემოკრატიისკენ, სიტყვის თავისუფლებისკენ, გამოხატვის თავისუფლებისკენ. და ახლა მექნება ასეთი შეკითხვა. ერთი წლის წინ ჩვენს გადაცემაში ვისაუბრეთ ემიგრანტულ ჟურნალისტიკაზე, რაც ძალიან სერიოზული ფაქტორი და ანგარიშგასაწევი ფენომენია ზოგადად ნებისმიერი და მით უმეტეს როცა ამხელა რაოდენობა ქართველების არის დღეს ემიგრაციაში, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თქვენ გაზეთ ქართული ფესვების ოფიციალური წარმომადგენელიც იყავით საქართველოში, ამდენად ძალიან ღრმად ჩახედული ამ პრობლემებში, იმ საკეთებელში, რაც ამ ტიპის მედიის თავისებურებას განაპირობებს. რა ვითარება ამ სფეროში დღეს, რამდენად შორს გაიდგა ქართულმა ფესვებმა ნიადაგში, ეს უცხოეთის მიწაზე, უცხოეთის ცის ქვეშ და ეს ერთგვარი სავიზიტო ბარათიც არის თითქოს ემიგრანტული მედია. ჩვენი პატარა ქვეყნის სავიზიტო ბარათი იმ ქვეყნებში და მე მგონი არ დარჩა ქვეყანა, სადაც ქართველები არ ემიგრირებენ. აი თქვენი აზრი. გაზეთი ქართული ფესვები აღმოჩნდა ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც აჩვენა ქართველების იდეოლოგიური მდგომარეობა დღეს. ჩვენ რო ქართველებს იმის მიათედი მუხტი ქონდეს ერთიანობისა, რაც თქვა ებრაელებს აქვთ. ჩვენი მარადიული პრობლემა ჩვენი არ იქნება. ესე იგი, საკმარისია ისრაელმა თქვა. მაგრამ არ გვეშველა. მშვიდობა მისცეს ისრაელსა და მთელ მსოფლიოს. საკმარისია ისრაელს შეექმნოს კონფლიქტური ვითარება. ყველა ქვეყანაში ცხოვრები დიდი, პატარა, ქალი, კაცი ჩამოდის სამხედრო ტანსაცმელს იცხოვს და მიდის საბრძოლველად. ყველა საქმე გამოვა თუ ვიქნებით ერთიანები. კი ბატონო. მადლობა დიდი და მე ვფიქრობ არ იქნება სწორი ჩვენ ემიგრანტულ ლიტერატურაზე ვისაუბროთ და სულკურთხეული გურამ შარაძე არ გავიხსენოთ. რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო სწორედ აი პირველი ტალღის ერთი ამბავი მინდა მოგითხროთ ამ 2 წლის წინ მე მივწერე რუსუდან შარაძეს რომ სტუდენტობიდანვე ძალიან მაინტერესებდა გურამ შარაძის მოღვაწეობა და მის საქმიანობა. როდესაც ჯერ ერთ წელი არ გეყოფა რომ გურამ შარაძის ცხოვრება და დამსახურებები შეისწავლო და სათქონდა მართლა ღმერთმა მისცა სასწაული კურთხევა და იზალა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ადამიანს ამდენის გაკეთება არ შეუძლია უბრალოდ. მე დავინტერესდი რომ თუ არსებობს პიროვნება ისეთი, რომელიც გურამ შარაძის დაწყებულ საქმეებს აგრძელებს. ამის თუნდაც მე ერთ საკითხს ხო არ ვიცი რუსუდანი მე არ ვიცი ვერ ყვევია მე არ ვიცი ქალბატონ რუსუდანი რომ ეს სფეროში მოღვაწეობს მე მის ცხოვრებას არ ვიცნობ და კარგი იქნება უფრო მეც გაიგებთო თუ მიხვალთო ემიგრაციის მუზეუმშიო მართლაც მივედი მუზეუმში რომელიც არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან არსებობდა მეგონი თავიდან კი ის არსებობდა მაგრამ 2 წელი რაც გადავიდა საჯარო ბიბლიოთეკაში კი ბატონო მივედი გავიცანი მუზეუმის ხელმძღვანელი დირექტორი გავიცანი თანამშრომლები და ვეკითხები რომ თუ არის ვინმე პიროვნება რომელიც ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებთან იქაურ მოღვაწეებთან აგრძელებს ურთიერთობას და აგრძელებს წინამორბედი თაობების დამსახურებას და კვლევას ვერავინ ვერ დამისახელეს მე მაგალითად ეს პერიოდი ეს ჩვენ მეგობრებთან არ მithქვამს ადრე მე სადისერტაციო თემა თქონდა აღებული სამსონ ფისცხალავა ჟურნალისტური მემკვიდრეობა მაგრამ ძალიან ბევრმა ეკონომიკურმა თუ რაღაც ყოფითმა საკითხმა შემიშალა ხელი სოციალისტ ფედერალისტი იყო და რომ დაიწყე მისი ცხოვრების შესწავლა ჯერ იმხელა მემკვიდრეობა ჰქონდა რომ 2 წელიწადი უნდა იჯდა და მხოლოდ ის მემკვიდრეობა ისწავლოდა ჩვენ აი მართლაც რა მოხდა რომ 1921 წელს რომ რამხელა ნაღები მოხდეს ქართულ საზოგადოებას და რა საოცარად ნიჭიერი და რამხელა გონების პატრონი ადამიანები გაგვიქცია საქართველოსთან და დღეს რომ საუბრობთ ხომ
ის კადრების დეფიციტი გვერა საერთოდ როგორ ვაზრობ რა ხალხი გავაქციეთ და არა მხოლოდ მაშინ სანდრო მერეც რამდენჯერმე და დღეს ხო რა ვიცი მე გახსოვთ თქვენ სტუდენტობისას თემას გაძლევთ დასაწერად შემოდნებზე შემომსხვდარი თაობა ყველა ჩემი ყველა სტუდენტი ამას წერდა იმიტომ რომ ეს იყო საგანგაშო სიტუაცია და დღესაც გრძელდება იმიტომ რომ ძნელად იპოვით ახალგაზრდას რომლის უახლოეს გეგმებში არ არის სასწავლებლად თუნდაც სასწავლებლად რომ მიდიოდნენ რა გვიშავს მე ეს ზოგჯერ ფოტოშოპს გამოდონდია და ერთი კარგი რაც ხდება და უნდა აღნიშნო მაგალითად ირლანდიაში მაგალითად გერმანიაში აი ჯიმ შერბედიანიშვილმა რო გამართა ჯიმი ბრუნდება ხო საკვირაო სკოლები არსებობს უცხოეთში რომლებიც ქართულ ბავშვებს საშუალებას რო დაივიწყო მშობლიური ენა ეს ყველაფერი ძალიან კარგია და ჯიმი რამდენიმე საკვირაო სკოლა შექმნა თავისი და მეუღლის ხელფასით იქ კი მაღალი ანაზღაურება ჩვენი ქართული მედია როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიოდა შექმნა 15 თემატური ჯგუფი რა საჭირო იყო ერთ პიროვნება შემხვდა პროფესიით ინჟინერი ანუ სახლების ინჟინერი და მეუბნება რომ ეს 15 თემატური ჯგუფი რა საჭირო იყო მე დაუსვიკითხა რომ შენ ისი სპეციალისტი ხარ მეთქი რა დარგის სამშენებელი ვარო ინჟინერი ვარო იმისთვის მეთქი რომ აი შენ დაგიკვეთე სახლის აშენება მეთქი და პირველ რიგში რას გააკეთებდი მეთქი ვიყიდიდიო ცემენტსო აგურსო მას ჩამოთვალა სამშენებლო მასალები რასაც იყიდის მოთხარ ძალიან დიდი ბოდიში მეთქი მაგრამ შენი პროფესიის გარტყმაშიც კი არ ახარ მეთქი რა რატო უნდა მოთხარ ახლა სახლები ზოგი ხისგან კეთდება ზოგი ისეთი იაპონელებს ახლა ისეთი ტექნოლოგია რა ცემენტი რისაგური ერთკვირაში აგიჩნებას რამდენიმე დღეში აშენებენ საცხოვრებელ სახლს მოთხარი მაინდა კი არ დაიწყო შენ სახლის აშენება უნდა დაიწყო იქიდან რომ უნდა მიხვიდე ჯერ დამკვეთთა და უთხრა როგორი სახლი ჭირდება ჯერ ის უნდა გაარკვიო რა ჭირდება იმ ადამიანს იქნებ ბელეტაჟი ჭირდება სამსართულიანი ჭირდება მრავალსართულიანი თუ როგორ ჯერ უნდა გაარკვიო იდეა უნდა გაარკვიო და მერე დაიწყო მასალების მოტანა ამიტომ ის თემატური ჯგუფები იმიტომ შეიქმნა რომ გაგვერკვია ჩვენ როგორი სახელმწიფო ჭირდებოდა და ჟურნალისტი ვინ არის სინამდვილეში ჟურნალისტი ყველა ფენას, ყველა პროფესიას, ყველაფერს ეხმარება იმ იდეის ჩამოყალიბებაში, რა იდეაზეც უნდა აიგოს მომავალი ქართული სახელმწიფო. აი მე რა შევადარებდი ჟურნალისტს. რომის იმპერატორებს არმიაში ყავდათ 5 ძირითადი შრე. როცა საბრძოლველად გადავიდნენ რა. პირველ შრეში, აი პირველში იყვნენ ახალწოულები, რომლებსაც არასოდეს ასეთ ბრძოლაში არ მიიღოთ მონაწილეობა. მეორე შრეს წარმოადგენდნენ მებრძოლები, რომლებსაც ერთ ბრძოლაში მაინც მიიღეთ მონაწილეობა. მესამეში შედიოდნენ ის მებრძოლები, რომლებსაც ორ ან მეტ ბრძოლაში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. მეოთხე შრეში შედიოდნენ ის მებრძოლები, რომლებსაც 4-5 წელიწადი ჰქონდათ დამსახურები არმიაში. და მეხუთე ყველას თავთავის სახელი ჰქონდა, მაგრამ ყველა საინტერესო რა არის. მეხუთე შრეს წარმოადგენდნენ მებრძოლები, რომელსაც ვთქვათ ელიტა. ჩვენ რო ხმარობთ ელიტარული და ადამიანმა იშოვა ერთი-ორი კაპიკი სადღაც ბოდიში უცხოური სიტყვაზე ფეშერს აღამოძო სადღაც ერთი-ორჯერ მიიღო მონაწილეობა ერთი-ორჯერ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა ყვითელი პრესა ტელევიზია და ეს არის ელიტა ელიტას რომაელები ეძახოდნენ მებრძოლებს რომლე ერთადერთი შრე იყო რომაულ არმიაში რომელსაც დავალების მიცემა აჭირდებოდათ იმ წინა 4 შრის მებრძოლებს თავარსარდალი აძლევდა დავალებებს ელიტის მებრძოლებს არ აძლევდა დავალებას იმათ ზუსტად იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინა აი ჟურნალისტები დღეს მე ამას ვამბობ გულისტკივილით არც ცინიზმით არც სხვანაირ დატვირთვით ჟურნალისტი რომელიც არასწორ ფულზე გაყიდვის თავის თავს ის არის მორჩენილი ამბავი რა ჟურნალისტი აი ზუსტად ის ელიტა უნდა იყოს რომელმაც უნდა განსაზღვროს როდის რა სჭირდება ქვეყანას როდის რომელ თემაზე როგორი კუთხით ვისთან ერთად უნდა წამოსწიოს იმიტომ რომ ადამიანები როდესაც ხდებიან ტელეეკრანთან დავშო სოლიდური ასაკის ადამიანები თუნდაც გლეხი თუნდაც პროფესორი არ აქვს მნიშვნელობა ადამიანები რომლებსაც გული შესტკივათ ოჯახსაც და თავისი საქმის პროფესიონალი და გამოცდილების მქონე ხშირად
შეიძლება აი გავსულვა სოფლის ბირჟაზე ან თბილისში საუბარი მქონია და ნახე რა მაგრად იკამათ ეს რა მაგრად უპასუხო მე ვთქვი ხალხო გამოდით ამ საცირკო სანახაობების სიტუაციიდან რა იკამათ ეს იყო მაგათთვის ცირკი იყო პოლიტიკოსებისთვის რომელიც ჟურნალისტებმა ხელი შეუწყოს ეს ცირკი კიდე ერთი ცირკები აღარ გჭირდება ჟურნალისტები უნდა ის ალამდარებად უნდა იქცნენ საზოგადოებაში რომ თვითონ დაინახონ სადა გვაქვს პრობლემები საითკენ უნდა წავიდეთ და როგორ უნდა მოიქცეთ პასუხს ელოდება საზოგადოება და პროფესიონალი და ღირსეული ჟურნალისტი ზუსტად იმას ისახავს ამოცანად რომ მოძებნოს ეს პასუხები და გასაგები ფორმით მიიტანოს საზოგადოებას უამრავი პრობლემა გვაქვს პროფესიაშიც და თქვენ გაამახვილეთ რამდენიმეზე ყურადღება ახლა უკვე სასიამოვნო სიახლის მოწმენი გავხდით ერთი დიდი პრობლემა იყო ჩვენი არაჩვეულებრივი ელიტარული გამოცემების დუღჭირი მდგომარეობა რაც უნდა პარადოქსი იყოს საქართველოში წერლების გაზეთს გაუჭირდა ლიტერატურულ საქართველოს გაუჭირდა რა თქმა უნდა მას ღირსეული რედაქტორი ყავდა მაგრამ რას იზამეს ეკონომიური მომენტი და ყველა პრობლემა ფულთან რომ მიდის და აი ახლა მოხდა ისეთი ცვლილება ამ ჩვენს ტრადიციულ უძვირფასის გამოცემას წერალთა გაზეთს ლიტერატურულ საქართველოს სათავეში ჩაუდგა თანამედროვეობის ერთი უნიჭიერესი კალბოსანი პოეტი ჯუბა ღებელი ვილოცავთ ბატონ უნდა მიულოცოთ ბატონ ჯუბას ამ დიდ პატივსა და პასუხისმგებლობას ვფიქრობ რთული და საინტერესო გზა ელის ჩემო სანდრო სადაც საზოგადოების თანადგომა მკითხველთა ერთგულება უთუოდ დასჭირდება და დაეხმარება. აი ამასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. რაგენ ღირსეული რედაქტორი ხარ და ყოველთვის ამ გაზეთს ყოველთვის ტრადიციულად მაგრამ ეს გასაჭირს ვერ უშველის ხომ? ეს გაზეთი ნამდვილად ელიტარულ გაზეთად იმიტომ რომ ის ყოველთვის იდგა თავისი მოწოდების სიმაღლეზე, ყოველთვის პასუხობდა იმ ქართულ მოთხოვნებს, არა დროის მოთხოვნებსა და ეროვნულ მოთხოვნებსაც პასუხობდა. საჭიროება ჯუბას ახლა ვერ ვიტყვი რომ აი ახლო მეგობრებიოთ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცნობთ არაერთხელ გადავკვეთილვართ და აი ჯუბა არის როგორ ხარ ძალიან მაგარი პოეტი და საზოგადო მოღვაწეც არის, კი მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე და მამული კაცი, ნამდვილად სპექტაკლი კაცი და აი თითით საჩვენებელი ქართული კაცი, მოქალაქე ადამიანი, მართალი ადამიანი და მე მას ულოცავ, მართლაც უდიდეს ტვირთი აიღო თავის თავზე. ძალიან დიდი ტვირთი. ერთი რამ ქალბატონდიანა. კი ბატონო. მე ძალიან დიდი პატივისცემთ მინდა ვისაუბრო საქართველოს წერალთა შემოქმედებით კავშირზე. დიახ. იქაც უზარმაზარი პრობლემები გვაქვს. მოგეხსენებათ ახლა წერალთა გაზეთი. პრობლემა შესაბამისად წერალთა გაზეთი. ასე არ გაუჭირდებოდა. გაზეთის წერილები სხვადასხვა მასალით, მაგრამ ერთი რამ რაც მინდა წერალთა როგორც ჟურნალისტებს უფლება არ აქვს, მორალური უფლება არ აქვს, რომ გადავიდნენ არაეროვნული რელსებიდან ასე წერას არ აქვს უფლება. მithumetes წერას. გადავიდეს ეროვნული რელსებიდან რაღაცაზე გადახურდავდეს და რაღაცა და ერთი რამ რაც მე თვალში ხვდება, ხოლმე როდესაც წერალთა კავშირის საღამოებს ვესწრები, ასაკობრივი მომენტი. კი. ძირითადად იქ ვინც მიდის ახლა იქ ცუდი და უარგისი არავინ არ მიდის მართლა ელიტარული ნაწილი საზოგადოებისა ყოველთვის წერალთა კავშირის შეხვედრებზე ძნელად ნახავთ აი მე ასაკობრივი ჯგუფს აი 30 წელს ქვევით ადამიანებს ხედავთ იმიტომ რომ ჩვენ თუ ახალგაზრდობასთან არ მუშაობთ ჩვენ თუ ახალგაზრდობასთან მაშინ აუცილებლად ჩიხში შევართ ძალიან დიდი ხო არა მე სხვადასხვა ქალბატონდიანა თქვენ გახსოვთ და არაერთხელ ბრძანდებოდით სტუმარი როდესაც საფეხნო ქონდა კი ბატონო არაჩვეულებრივი 2023 წლებში და ალბათ მიაქცევდით ყურადღებას რომ ყოველთვის იყო წარმოდგენილი სხვადასხვა თაობის ადამიანები მაგრამ სტუდენტობაც მამები შვილები შვილიშვილები ჩვენი შვილები ზრდიან შენ ბაბუა ბრძანდები უკვე და კარგად იცი რომ არ სწავლობ შვილებისგან ბევრ ამას და ისინი რა შვილებისგანაც რა თქმა უნდა აი თქვენ ჩემი შვილიშვილი ახსენეთ იმასაც საფრთხეა და ჩემ მეუღლე წაყვანილი ყო და სათამაშოდ ამას მე უბრალოდ ვამბობ რა ეს ძალიან საინტერესო დეტალს და სათამაშო დასაცურებლები რომ არის იქ უნდა და
თვითონ ასულიყო ეს პატარა კიბეებზე. კი ბატონო. და ჩემ მეუღლე მიყვება რომ თავიდან გაუჭირდაო. და მე იმდენი იწვალა სანამ ის კიბე არა მოიკლა თავი და აი გული გამინათდა იმიტომ რომ მას ის თვისება რითაც მიზანს უნდა მიაღწიოს ისე. თუ ბრძოლა არ შეწყვიტოს, გაჭირება რო ექნება ბრძოლა არ შეწყვიტოს. ძალიან კარგი. ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება, სულ მეურვეობა არ მიგვიყვანს მიზანთან. კი ბატონო, მოარული ფრაზაა თითქოს ციფრულმა მედიამ ჩაანაცვლა ბეჭდური გამოცემები. ფიქრობ ჭეშმარიტ პროფესიონალთა მხარდაჭერილი ვერ იქნება. თქვენი აზრი მაინტერესებს. ამასთან დაკავშირებით და ჯერ ჩემს პოზიციას რომ ტექნიკური საშუალება მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. უმთავრესი ხო მაინც შინაარსია, აზრია, ხარისხია რა. ჟურნალისტური ზოგადად ლიტერატურული პროდუქციისა და არა ტექნიკური საშუალება. ამიტომ ვერანაირად ციფრული მედია ვერ ჩაანაცვლებს ბეჭდურს. იმას თავისი ასპარეზი აქვს, თავისი საკეთებელი აქვს, რა, თავისი ფუნქცია აქვს, თავისი დანიშნულება აქვს. გაციფრულება მე თუ მკითხავ პირიქით უნდა ეხმარებოდეს ბეჭდურ მედიას, მისი ხარისხი უზარმაზარი საქმე კეთდება არ შემიძლია ეს არ თქვა, აი ჩვენი პარლამენტის ბიბლიოთეკაში რო ხდება ძველი, აი მე მახსოვს სტუდენტობისას რომ ჩვენ ჟურნალისტიკის ისტორია გვეკითხებოდა და ძალიან აქტიურად იქ მუშაობდით ივერიაზე, ცისკარზე, ძველგამ. მაშინ მე მისკდებოდა გული რომ ეს ხო 10 წელიწადში, 15 წელიწადში ეს ფურცელი აღარ იქნება, ეს გაყვეთლებული, გაცრეცილი. აი ამის გაციფრულება ხდება. იმის შესანარჩუნებლად, რაც იქ ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ამიტომ მე რაღაცა აბსურდული მგონია ის, რომ ციფრულმა მედიამ ჩაანაცვლა და შეიძლება რომ ჩაანაცვლოს. შეუძლებელია, ვერაფრით ვერა ერთასაც ვიტყვი ჩემო სანდრო და მე სწორედ შენი აზრი მაინტერესებს. მე მახსოვს შენ წარმოდგინე ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ აი რადიოს პირველი ნაბიჯები და აი ახლა ვიღას უნდა ბეჭდური მედია ეს უკვე ხო ყველგან მიწდება. ვერ მოკლა რადიო პირიქით თანამშრომლობდნენ, თანაარსებობდნენ. მახსოვს ძალიან კარგად მახსოვს უკვე საკმაოდ მოზრდილი ვიყავი ტელევიზია, პირველი ტელევიზორი ჩემო ოჯახში და ზოგადად საზოგადოების დამოკიდება. აი ეხლა რა ვიღას უნდა რადიო და მაგრამ ჩვენ გვახსოვს პიკის საათის ბუმი. იყო საინტერესო გადაცემა და მე მგონი ტელევიზორი მიავიწყდა ბევრს ხომერთალია. აი ამას გულისხმობ მე რომ ყველა ამ სახის მედიას აქვს თავისი ასპარეზი, თავისი ფუნქცია, თავისი დანიშნულება და ცოტა გული მტკივა ხოლმე რომ აი ბეჭდური მედია აღარ იარსების, არავის ჭირდება და წიგნებზე არა ბეჭდური მედია, წიგნით ჩვენ კარგად ვიცით ხომ? თითქოს წიგნით უკვე ყავლი გაუვიდა თითქოს ბეჭდურ პროდუქციას. უბრალოდ ეს მე თქვენი აზრი ახალი ეპოქა მოდის და ბუნებრივია ესე იგი იაპონელები და ჩინელები ისე დონეზე ავიდა რომ უკვე შეიძლება ჰაერში გამოსახო ის რაც თქვა ახლა თქვენ ლეპტოპი გჭირდებათ ჰაერში აკეთებენ იმას, რასაც თქვენ ლეპტოპზე აკეთებთ. ისე დონეზე განვითარდა, მაგრამ ეს აღნიშნავს რომ როცა ტექნიკა ვითარდება, ძველს ეს ქაღალდი ეს დაბოცვილი რამდენი ხანია რაც არსებობს, მაგრამ დიდხანს იარსებებს კი. ეხლა უნდა გაგაცნოთ რომ ერთი ნაცნობი ბუღალტერი მყავს და ვაიმე რა როგორ გიждები ამ ციფრულ იმაზეო ტექნოლოგიებზეო, ეს ქაღალდები რო აღარ გჭირდებაო რა, ეს საზღარი ქაღალდები რო მოიშორეთო და მასთან მივედით სამუშაოზე და კარად აქვს გამოყოფილი და გავსებულია ქაღალდი. ნუ თხარა ბლუთის მოიშორებით ეს ქაღალდები აკრას აკეთებ. მაგრამ უახეთ რა ხდება? არ შეიძლება რომ ბეჭდური მედია და წიგნი გადაიტანო მეორე ადგილზე და რატო? როდესაც ფსიქოლოგია როგორ მუშაობს, როდესაც შენ ქაღალდს კიდევ ხერს, ეს ქაღალდი მაშინ არის, სანამ მასზე რამეს დაწერენ. როცა მასზე დაწერენ, აი აზრებს, ის შენი მეგობარი ხდება. ეს არის უწყინარი მეგობარი. აი მაგისგან განსხვავებით, რასაც ტელეფონი, მობილური ტელეფონი და კომპიუტერი და ისინი აკეთებს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა მეგობარი შენი. ეს ისეთ გავლენებს ახდენს ტვინზე, რომ ადამიანს ახდენს მოუთმენელს. მე ვიდეოები იდება ხოლმე TikTok-ზე, სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე და არ ასკროლოთო.
ამ ჯერ ქართული შესატყვის აღარ არასკროლოთო. იმდენად მოუთმენელი გახდა ადამიანი, რომ ეს წუთი უნდა ნახოს 100,000 ვიდეო რა. და ტვინი ვერ ასწრებს ამის გადამუშავებას. ეს ამას ვერ ასკროლა. წიგნთან განმარტოებას არ შეედრება არაფერი. ამიტომ არ შეიძლება, ეს არის ეკოლოგიურად სუფთა მეგობარი ქაღალდზე დაწერილი ინფორმაცია. არის თითქოს აი ეს პაპა ბებია რო ყავდეს და გიყვებოდეს საინტერესო ამბავს ან დეიდან ვიღაცა არ აქვს მნიშვნელობა, აი ესია ეს ქაღალდი ადამიანისთვის ეს იქნება წიგნი თუ გაზეთი თუ ჟურნალი, რაღაცა უფრო მეტ სიმყუდროს დიქმეს და უკეთესად გაგებინებს და გამოსხივება რომელიც თან სდევს, არ გაძლევს ეს სასწაული ცუდად მოქმედებს. არ შეიძლება რომ სულ იქ იკითხო რაღაცა. ეს შეუცვლელია თავის ადგილზე, მაგრამ და რაც შეეხება ყავლი იმის გამო რომ ტექნიკას განვითარდა. ქალბატონ დიანა მე მოვისმინე ეს ინფორმაცია რომ 1997 წელს ბარსელონაში დიდი კონგრესი გაიმართა. სადაც სწორედ ეს საკითხი დაისვა რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ხომ არ ჩაანაცვლებს მთლიანად ბეჭდურ პრესას და იქ გამოვიდნენ ვიღაცები დაეთანხმნენ რომ ხო აი ის გაქრება და რაღაცა, მაგრამ ასე არ მოხდება. წარმოვიდგინეთ რამდენაირი სანახაობა არსებობს დედამიწაზე. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველია თეატრი. გაქრა თეატრი. როგორ ღმერთმა მოკრას, ღმერთმა დაგვიფარა. თეატრი არის უნიკალური ხელოვნება, როდესაც შენ თვალწინ იბადება ხელოვნება. ეხლა მე როდესაც დავუშვებ კინოფილმს უყურებ, ან სიმღერას მოვისმენ, ის სადღაც არის გაკეთებული და თეატრი არის უნიკალური ხელოვნების სახეობა, უნიკალური და საცირკო წარმოდგენა არის ის უნიკალური სანახაობები, როდესაც ხელოვნება შენ თვალწინ იბადება და აქედან გამომდინარე, რამდენი წლიანი ისტორიები აქვს, არ გამქრალა. ასე რომ მე მიმაჩნია, რომ ვერანაირი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ვერ მოსპობს და ვერ ჩაანაცვლებს იმას თავისი ეს არის გამოწვევა და კონკურენცია ჩდება, შენ უნდა ხარისხზე იზრუნო, ახალ შინაარსზე რაღაც ახალ მიზნები დაისახო, მაგრამ ის რომ გაქრება თუ ხარისხო იქნება, თუ გაყვითლდება, თუ იმ სიყვითლის და თითებიდან გამოწვეული სენსაციურობის ხარჯზე თუ გინდა რომ შეინარჩუნო, ვერ შეინარჩუნებ ვერც ერთ შემთხვევაში, მაგრამ თუ რაღაცას სულს ადამიანისას ისეც მისცენ, ისეც დაპირდები, რაც მას სჭირდება, თუ ამას მიაგნებ და აი გაქვს ის პუნქტებად რო ჩამოწერებ თქვენ ის ღირსებები მეოთხე ხელისუფლებისა, რა თქმა უნდა, არაფერი არ ემუხება. რა შეეხება ამ საშუალებებს, შეეხება საშუალებებს. ერთი პატარა ამბავი გამახსენდა ძალიან მოკლედ. ვულკან რაზიკაშვილი იგონებს. ვულკან რაზიკაშვილი იგონებს, რომ მე დავწერეო ლექსიო, გავწდი ადამიანს რატომ მამა მისჩევდა ხოლმე რომ ქვაზე დამეწერაო, ქვაზეო. ამიტომ დღეს უბრალოდ წვიმა გადაშლიდა ხოლმე და დაიკარგა ვინც წამყვანიშვილო. ანუ ადამიანისთვის ეს უბრალოდ საშუალებებია. საშუალებები კი არა. საშუალებებში რა წერი, ამას უნდა მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება. ამერიკელი პროფესორის ნოამ ჩომსკის მიერ გამოკვლეული მანიპულირების ხერხებში, მედიისა და პოლიტიკოსთა მხრივ საზოგადოების მანიპულირების ხერხები შეისწავლა ძალიან საინტერესო ამერიკელმა, სხვათა შორის რუსული წარმოშობის მესამე თაობის რუსი-ებრაელი ემიგრანტის ოჯახიდან არის. უჭკვიანესი უგანათლებულესი 95 წლის არის ახლა დადის დაცვით ამერიკაში, თავისუფალ დემოკრატიულ ამერიკაში, იმიტომ რომ ის ძალიან სიმართლის მოყვარესი, აქ შეისწავლა საზოგადოების მანიპულირების ხერხები და ერთ-ერთი არის ყურადღების გადანაცვლება. ნახეთ როგორ გეცნოთ საზოგადოების განათლების დაბალდონეზე დაყვანა მოქალაქეებს უსპობს სერიოზული ცოდნის მოპოვების უნარსა და სურვილს. ამის სანაცვლოდ ინფორმაციული ველი გადატვირთულია შოუ ბიზნესის, მისტიკის, რელიქტურ ადამიანურ ინსტინქტებზე ზემოქმედების თემებით, ყოფითი საფნის ბუშტის სიუჟეტებით თუ მითებით იული და სწრაფი გამდიდრების
თაობაზე. ფაქტია, ქართულ მედიაში გაიშვიათდა ღირებული პუბლიცისტური ნამუშევარი, ანალიტური პროდუქცია, ასპარეზის სიახლურ ინფორმაციას, ეგრეთ წოდებულ ნიუსებს, რეკლამებსა და არც თუ იშვიათად შეთხზულ სკანდალებს ეთმობა. აი ამ პრობლემის თაობაზე როგორ უყურებთ ამას? რა ხდება ჩვენ საზოგადოებაში? იცით რა არის? ჩვენს მედიაში უფრო სწორად თქვენ კი ილაპარაკეთ ნაწილობრივ ამაზე, მაგრამ აი ეს ყურადღების გადანაცვლების პირდაპირ ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვენ საზოგადოებაზე, როცა მედიაში პროფესიონალები გამოიხშირა. სანდრო, გაგიკვირდება და ერთი წელი შესრულდა აპრილში, რაც მე ეს გადაცემა მაქვს საუბრები ჟურნალისტიკაზე. ამის გაჩენის მიზეზიც ის იყო, რომ მინდოდა ჭეშმარიტი მეოთხე ხელისუფლების არსი საზოგადოებას დაენახა იმ ნაწილ საზოგადოებას, რომელსაც აი სწორედ ეს გონია ჟურნალისტიკა დღეს სკანდალების, სიცრუის, მანიპულირების ასპარეზი. და ეს ხო საშინელებაა ჩვენთვის, ვინც ვიცით რა არის ჩვენი მართლა ელიტარული პროფესია. მართლა ძალიან საჭირო დიანა პირად მაგალითზე ერთ-ერთ ცნობილ გაზეთთან მინდოდა თანამშრომლობის დაწყება და მითხრა რომ რა გისჩენიოთ მეთქი, რა გავაშკო მეთქი და აიო ციხეებში არსებული მდგომარეობა მინდა გააშკო და ისეთი თემა დაიჭირო, რომელიც იქნება რაღაცა სკანდალის შემცველიო. კარგით მეთქი და მე დავწერ ისე მეთქი, როგორც მე წარმოვიდგენია მეთქი და თუ თქვენ ჩემი წერის სტილი მოგეწონათ, მაშინ მოუტანა რედაქტორს, წაიკითხა, არა, მე ამასო ვერ დავბეჭდაო. ამაშიო არაფერი არ არის სკანდალურიო. სკანდალური არაფერია. სკანდალური. მოთხარი, სკანდალური კი არა მეთქი. თქვენ ახლა რო გიყურებთ მეთქი და თქვენ მიდგომებს რო უყურებთ. ეს მიდგომაა სკანდალური რა არის, მე არ ვიცი მეთქი, მაგრამ ეს არის ტრაგიკული მეთქი. თქვენი მიდგომები არის ტრაგიკული. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ხართ მეთქი ჩვენ. რატო ვარო? მოთხარი ხალხო. რა სკანდალზე მელაპარაკები? მე ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს როცა ოჯახს პატიმარება ციხეში. ისე მოხდა რომ მამა ჩემი იყო პატიმარი და ვესწრებოდი მამა ჩემი სასამართლო პროცესს მე თვითონ. და მახსოვს დედა ჩემი როგორ ტიროდა. ნუ რაღაცა მოუხდა ახლა ადამიანს, ახლა ეს ყველაფერი არავინ არ ათქოს რომ მე არ შემემთხოვ და ყველას რაღაცა შეიძლება შეემთხოვს და მე ერთი დღე და ღამე რომ მივიდიოდით მამა ჩემს მოსანახულებლად წულუკიძეში იყო ზონაში და ნუ მე ვიცი რა ნიშნავს პატიმრის ოჯახის ყოფნა, ყველაფერი გაკლია და მორალურად ხარ დათრგუნული. ის ბავშვობის ძიმე პერიოდი მახსოვს მე და ამ დროს მეუბნება რომ ესე როცა საუბარია უამრავ ადამიანზე, ზოგი მართლაც ზოგი მოხდა ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ ზის და იტანჯებია მისი ოჯახის წევრები და ახლა ეს მელაპარაკება, რომ იცი რა არის სკანდალური მომიტენი, ვის ბედზე უნდა დავწერო სკანდალური ამბები. ეგ არის მთავარი, ახლა ჩვენ ქვეყნისთვის რომ სკანდალი ვიპოვოთ ციხეებში. ციხეებში და მე ვთხარი თქვენ სკანდალი კი არა. ადამიანები რომლებიც სკანდალი თუ მოხდა, კი ბატონო გააშკმა, სკანდალს რო ეძებ, ეს ტრაგედია არის, ეს ჟურნალისტიკა აღარ არის. ეს აღარ არის ჟურნალისტიკა. არ უნდა ეძებო. დღეს ამათ იქცა და აი სწორედ ყურადღების გადანაცვლების მეთოდი, როცა ეს ახდეს, იცით რა არის, თქვენ გქონდათ მიზეშედეგობრივად გაანალიზებული მდგომარეობა და საშუალს ეძებდით, რომ უკეთ რაღაცნაირად შეგემსუბუქებინათ ამ ადამიანების ყოფა და ამას ჭირდება სკანდალი, მაგრამ ჩემო სანდრო მე მგონი მაინც არ ვიქნებით მართალი რომ ბედნიერ გამონაკლისებზე ღირებულ წონად პუბლიცისტურ გამონათებებზე არ გავამახვილოთ ყურადღება. მე თქვენი აღფრთოვანებული ტექსტები მახსოვს Facebook-ზე თქვენი კოლეგის ძალიან დიდი წარმატების გამო გახსოვთ არ მინდა არ მეყვარს გვარსახელების დასახელება, მაგრამ პრეზიდენტ საკუთარი სიტყვებით რომ დააშამათაო კარგი სიტყვა იხმარა. პრეზიდენტ ყოფილი ჩვენი საკუთარივე რომელიც ვერ იცნო ცხადია მან და აი ჩვენმა კოლეგამ ეს გამოიყენა. თუ გახსოვთ სტუდენტობაში ეძახდით ფრანგი ჟურნალისტი იყო ესეთი ცნობილი ჟენევიევა ტაბუი და მისი მეთოდი ჟენევიევა ტაბუის მეთოდი მას ემასწავლა ბატონმა ნოდორმა მე თქვენა ეს ძალიან კარგი ნიმუში იყო როცა თავისივე ხაფანგში გააბამ ну ისეთ
უღირს რესპონდენტს. ხო, თამთასანიკიძის ინტერვიუ. ძალიან დიდი წარმატება. თამთასანიკიძის ინტერვიუ, ხო, სალომე ზურაბიშვილთან. კი ბატონო, მისივე ციტატა. ნამდვილად ახლა ქალბატონ სალომეზე არც დადებიც ვიტყვი, არც უარყოფით ვიტყვი, ახლა საზოგადოება ჩემზე კარგად იცის, მაგრამ კი ბატონო, ყველაფერი. უბრალოდ აი პოლიტიკაშიც და ჟურნალისტიკაშიც არა, ეს მეთოდი იყო გამოყენებული დიდოსტატურად და ამით ახლა გახსენა ის, რაც მას ეგონა რომ რესპონდენტს ეგონა რომ დაავიწყდა და მართლა საფრთხოვნებული ვიყავი ერთ შეკითხვაში ჩაუსვა შამათი. ერთ შეკითხვაში ჩაუსვა შამათი და ამიტომ რა ასეთი ჟურნალისტებიც ხომ ასეთი ჟურნალისტებიც თუნდაც ახლა რა ვიცი თამარ ოთიაშვილი გარეჯან ნატარაია თამარ შაიშმელაშვილი ამ გავაგრძელოთ ეს შემონათვალი მაგრამ ვერ დავასრულებთ იმიტომ რომ ბევრი ყავს მეამაყება მიხარია რომ გრძელდება ტრადიციები ეთიკური ჟურნალისტიკის თორემ მედიათიკას უკითხავდი ძალიან კარგ ჯგუფს ამ წლების წინ რამდენიმე წლის წინ და ერთი საუკეთესო სტუდენტი გოგონა მეუბნება ქალბატონო დიანა ძალიან კარგია ეს მედია ეთიკა რასაც თქვენ გვასწავლით მაგრამ მე რომ ასე ვიმუშაო ტელევიზიაში სადაც ხელფასი მაქვს ერთი დღე არ გამოჩერებს ჩემი რედაქტორი რატომ მეთქი აბა რას გთხოვს და წადი მომიტანი სკანდალი თუ ვერ იპოვი გამოიგონე აი ასეთი დავალებით მიშვებს ესეც არის მაგრამ ხომ არიან ჩვენი კოლეგები ღირსეული კოლეგები და ღმერთმა გვიმრავლოს ისინი რომლებიც არ წამოეგებიან ასეთ სხვადასხვა მინდა აღნიშნო რომ მე ვიცი რომ თქვენ გიორგი მამაცაშვილი ყავდათ კი ბატონო გიორგი გიორგი შოსტას არ გვინდა იგივე გიორგი მე მგონი არ ხდება არანაირი პრობლემა ქვეყანაში არ არის არანაირი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რომ გიორგი არ გამოეხმაუროს ანალიტური პრინციპული აი რა ვიცი საოცრად გიორგიმ რომ სტუდენტური რაიმანის გამოცემა დაიწყო იქიდან მახსოვს იქიდან გვახსოვს ყველას მაგრამ დღემდე ის არის აი ჩახმახ შემართული ასე რომ სიამაყის საბაბს არ მიკარგა თავისი ქვეყნის აი ინტერესების სადარაჯული კბილებით რომ დაიცავს ეს საკუთარი ჯანმრთელობის და სხეულის დაზიანების ხარჯი ასე რომ ისიც არ არის ჩვენი საქმე არ გადაწყვეტილები ვიყოთ ამიტომ აი ზოგადად მეოთხე ხელისუფლების როლი და დანიშნულება სწორად გააზრებულ გამოყენებული ქვეყნის წინსვლის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიცი ჩვენ ეს კარგად ძალიან ბევრჯერ გვილაპარაკია გვისაუბრია ამაზე სტუდენტობის დროსაც ლექციებზეც მერეც როგორც კოლეგებს ასე რომ აი თქვენი პოზიცია ცნობილია ამის თაობაზე და ღმერთმა ქნას რომ ძველი დიდება დაიბრუნოს აი ასეთი კოლეგების, ასეთი ადამიანების, ასეთი ჟურნალისტების და მომავალი თაობის სწორად აღზრდის ხარჯზე ჩვენს პროფესიაში. ჩვენს ელიტარულ პროფესიაში. ჟურნალისტიკას აქვს ის ბერკეტები, რომელთაც შეიძლება შენ მიიღო არა მხოლოდ განვითარებული ქვეყანა, არამედ ღირსეული ქვეყანა. კი ბატონო. ღირსეული ქვეყანა, სადაც აი შავმელი ძალები ვერ დაიკავებენ ადამიანის გონებას და მე გახსოვთ თქვენ თესისში რომ მუშაობდით ქალბატონ დიანა. კი ბატონო. და იქ ჩემ სტუდენტებს ვკითხე მაშინ რომ რატო გინდოდა ჟურნალისტიკები გამختارიყავ. ჟურნალისტები გამختارიყავ, ჟურნალისტიკას ჩაგაბარებინეთ მეთქი. ბავშვობიდან უცნებობდი. ხოზე. და რატო უცნებობდით მეთქი და ვერ პასუხეს. აღარ მოხვიდეთ მეთქი ლექციებზე სანამ არ მომიმგზავრდეთ. სანამ არ გაარკვევთ. პასუხს რატო მოხვიდეთ ჟურნალისტიკი. ჩემო სანდრო სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი მოზომილი დრო. ძალიან გვალებო გავაგზავნე და ერთ ამაზე მე არ აქვს მნიშვნელობა მე ვიქნები სხვა. ამ თემაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს. აუცილებლად ეს გადაცემა მაგიტომ არსებობს არ ვიცი რამდენად ამას ვართმევ თავს მაგრამ ვცდილობთ. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისა და საქმიანი პრობლემული მნიშვნელოვანი საუბრისათვის თანამედროვე ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებზე თქვენ მეორედ ბრძანდებით ჩემთან. კიდევ ბევრჯერ იქნებით მე ვიცი დიდი პატივია და მოსულა და მინდა რომ დიდი წარმატებები გისურვოთ. უღრმესი მადლობა ჩვენს პროფესიას დიდი წარმატება და აქედან გამომდინარე ქვეყნის მომავალს რომლის ერთი ძალიან ძლავრი ბერკეტი არის
მართალი მედია, ეროვნული მედია, ჭეშმარიტი მეოთხე ხელისუფლება. მომავალ ხუთშაბათამდე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ნახოთ.